მე ვარ დაჩია ვეშცი 10 წლის. ვსწავლობ მე-9 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. დაახლოებით 5 თვეა ვთამაშობ West Georgia-ში. პირველად სერიოზულად ფეხბურთს რომ ვუყურებ, ვიყავი 8 წლის. მე და მამიკო ერთად ვუყურებდით და მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთზე შესვლა. ისე მე და მამიკო სულ ერთად ვუყურებთ ფეხბურთს. ჩემი საყვარელი გუნდია Barcelona. საყვარელი ფეხბურთელია Lionel Messi. მახსოვს პირველი დღე West Georgia-ში რომ მივედი. არავის არ ვიცნობდი და ნერვიულობდი. ჯერ მწვრთნელები გავიცანი და შემდეგ ბავშვებთან დავმეგობრდი. West Georgia-ში ძალიან თბილი და ოჯახური სიტუაციაა. ჩემი მწვრთნელებია თორნიკე ბურკაძე და ეირან მასწავლებელი. თორნიკე მასწავლებელი უფრო მხიარულია, ეირან მასწავლებელი კი უფრო სერიოზული და მკაცრი. ვთამაშობ ხან ცენტრალური მცველის პოზიციაზე, ხან ნახევარმცველის პოზიციაზე. ჩემთვის უფრო კომფორტულია ცენტრალურ მცველად თამაში. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა მეკარის დახმარება. არის შანსი რომ რაღაც დროის შემდეგ გავხდე ჩემი გუნდის კაპიტანიც. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა ძლიერი დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს ზუსტი პასის გაკეთება. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასე წარმომიდგენია. თამაში დავიწყებ დინამო ბათუმში, შემდეგ გადავალ ნეაპოლში და იქიდან გადავალ ბარსელონაში. თუ ყველაფერი კარგად დაიწყო, მე გავხდები ბარსელონას ლეგენდა. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 7 ნომრით. ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ბავშვების მწვრთნელი, ფეხბურთის მწვრთნელი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს კარგი კლასელები და მასწავლებლები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია რატი ფუტკარაძე. ყველაზე ჭკვიანია ბარბარე ბერიძე. ყველაზე მშვიდია გიორგი ბერიძე. ყველაზე ცელქი ნიკა თედორაძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული, კეთილი და სიმპათიური. კი ვარ სიმპათიური, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ შეყვარებული არ მყავს, იმიტომ რომ ჯერ ჩემი შესაფერისი გოგო არ შემხვედრია. ძილს რომ მოვიყვან, ვიქნები 26 წლის. შვილებს დავარქმევ, ერთს დავარქმევ ლუკას, მეორეს დავარქმევ ლაშას. გოგოს სახელებიდან ერთს დავარქმევ ლიზის, მეორეს დავარქმევ ბარბარეს. ჩემ ცოლს დავარქმევ მარის. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია ლია ჯინჭარაძე, იმიტომ რომ 7-ია, არ ყვირის და გაკოთილებსაც კარგად გვიხსნის. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოვსულიყავი მეზღვაური. ახლა მინდა რომ ვიყო 25 წლის. იმიტომ რომ შეიძლება რომელიმე კარგ გუნდში მოხვდე და თამაშები მექნება. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი ძმა და ჩემი და. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი და არის 9 წლის და ქვია დეა. დეა არის მხიარული, ცელქი, ლამაზი და ჭკვიანი. ჩემი აზრით დეა რო გაიზრდება, გამოვა დიზაინერი. ძმა არის 6 წლის და ქვია დევნა. ის არის ცელქი, ნერვების მომშლელი, მაგრამ ჭკვიანი და წინდახედული. დევნა ალბათ გამოვა კარატისტი. მამიკო არის სიმპათიური, შრომელი, გულთბილი და სურვილების შემსრულებელი. დედიკო არის მზრუნველი, თბილი, ლამაზი და საყვარელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ბორანო. ჩემი ცოლი ყველაზე გებრიელად გამოაცხობს ყაჭაპურს. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი სერიალია Stranger Things. სიამოვნებით ვითამაშებდი ამ სერიალში მთავარ როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მესიზე მაგარი ფეხბურთელი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ამერიკაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად ვიცხოვრებდი უკაცრიელ კუნძულზე. მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი ჩემს მეგობარ ანდრია შერვაშიძესთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის PlayStation 5. ბედნიერება არის დიდ სტადიონზე თამაში და ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.